ჩვენი გადაცემის ფინალური აკორდი, შემაჯამებელი რუბრიკა შეიძლება ითქვას, დღევანდელი ძალიან ვრცელი გადაცემის. იქნება რუბრიკა, რომელიც ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მომზადდა და რომელსაც ტრადიციისამებრ საზოგადოების დამფუძნებელი გადაცემის პარტნიორი და თანაწამყვანი ნათია შათირიშვილი უძღვება და საინტერესო სტუმარი ეყოლება მას დღევანდელ გამოშვებაშიც. ნათია, მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა დათმობილი დროისთვის. დღეს ჩვენ გვყავს სტუმრად ლიდერ ქალთა ორგანიზაციის ულამაზესი, უმშვენიერესი ქალბატონი იტალიიდან ემიგრანტი, რომელიც დღეს გამონახა დრო და გვეწვია სტუმრად, მადლობა მას ამისთვის. ის წლების მანძილზე ლიდერ ქალთა ორგანიზაციასთან ერთად არაერთ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა და ორგანიზატორი იყო, როგორც იტალიაში, ასევე საქართველოში ძალიან ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებაში აქვს მას მონაწილეობა მიღებული და ლიდერ ქალთა ორგანიზაციას ერთგულად უდგას გვერდით. ცოტა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ მისი ამ ეტაპზე საქართველოში ვიზიტის მიზეზი. ანუ ალბათ თავად უკეთ გვეტყვის ამ შესახებ, მაგრამ ორი სიტყვით გეტყვით, რომ მან გადაწყვიტა და არა ერთმა ემიგრანტმა უკვე ეს ჩვენ და საბედნიეროდ მასიურად ხვდებით უკვე ამ ფაქტის წინაშე, როდესაც ემიგრანტი ქალბატონები ცდილობენ საქართველოში თუნდაც გარკვეული პერიოდით ჩამოვიდნენ, მიიღონ პროფესიული განათლება, პროფესიულ საქმიანობას დაეუფლონ და ჩვენ და სამწუხაროდ, მაგრამ მაინც ისევ დაბრუნდნენ ემიგრაციაში და უკვე იმ სხვადასხვა ქვეყნებში გააგრძელონ აი აქ მიღებული ცოდნით და გამოცდილებით სხვადასხვა საქმიანობა. ეს ძალიან კარგი ერთის მხრივ ის, რომ სწავლა არასოდეს არ არის გვიანი და მეორეს მხრივ ის, რომ ისინი კიდე უფრო მეტ კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ უკვე იქ დაბრუნებულები, აქ პროფესია მიღებულები, კვალიფიკაცია ამაღლებულები და იქ უკვე განახლებული, ესე ვთქვათ, მომდევნო ცხოვრების ეტაპზე გადადიან და აგრძელებენ საქმიანობას. ცოტა გრძელად გამომევიდა ნათქვამი ალბათ, ქალბატონი თეონა უკეთ მოგვახსენებს ამ თემებთან დაკავშირებით. მოგესალმებით. მოგესალმებით. უხმისი მადლობა მოწვევისთვის, ასეთი თბილი წარდგენისთვის. მიხარია ძალიან დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მივესალმებით ჩემს ემიგრანტებს, ასევე იტალიაში და სხვადასხვა ქვეყნებში. დიახ, მე დღეს ვიმყოფები საქართველოში, გადავწყვიტე გავიარო კურსი მიკრობლეიდინგის და დიახ, პერმანენტული მაკიაჟის შემსწავლელი კურსები და მინდა ეხლა ამ მხრივ ვრეალიზდე ისევ სამწუხაროდ ისევ ქვეყნის გარეთ. თენა, ალბათ ძალიან ბევრს გაუჩნდება კითხვა, ანუ რამდენად შეუძლიათ გამოიყენონ აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, მიღებული პროფესია შემდეგ საზღვარგარეთის ქვეყნებში. მე ძალიან კარგად ვიცი, რადგანაც BDC აკადემიას არაერთი ემიგრანტი მსმენელი ყავს, ისეთი კატეგორია, რომლებმაც შეიძლება მიიღონ განათლება ონლაინ კი ბატონო, ესეთები ყავს საკმაოდ ბევრი, მაგრამ არის პროფესიები და მიმართულებები, რომლებსაც ონლაინ ვერ შეისწავლო და აუცილებელია ფიზიკურად აუდიტორიაში და პრაქტიკის ობიექტზე შეისწავლოს ესა თუ ის პროფესია ადამიანმა. აი ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრეთ, მაგრამ აი მაყურებლისთვის რომ იყოს ცხადი, ალბათ ბევრი დაინტერესდება კიდევ ემიგრანტი. ანუ აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ეს მესმის. აი ამის შემდეგ, როდესაც ბრუნდებით ემიგრაციიდან ქვეყანაში, აი ამის შემდეგ რა ხდება? ანუ მე ახლა ვისაუბრებ მხოლოდ ჩემს კონკრეტულ შემთხვევაზე. აბსოლუტურად შესაძლებელია ასევე ამ კურსების იტალიაშიც გავლა, როგორც მე ვარ ლეგალი, არ ვარ არალეგალურად, მაგრამ რადგან ეს პროფესია უფრო ეფუძნება უფრო პრაქტიკას, მე გადავწყვიტე, რომ სიღრმისეულად შემესწავლა ჩემს მშობლიურ ენაზე, ამიტომ მინდა რომ აქ გავიარო, უფრო ღრმად, უფრო კარგად შევისწავლო და როცა დავბრუნდები, მე გავიარო ერთ-ერთ წარმატებულ აკადემიაში, როგორც მასტერ კლასი. ამ მხრივ უკვე აბსოლუტური უფლება მექნება
ვიმუშაოთ ჩვეულებრივად და ლეგალურად. ანუ ესეც მარტივად მოგვარებადი და შესაძლებელია, რომ აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება შემდეგ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, რეალურად კიდევ ერთხელ უკვე იქედან იმ ქვეყნიდან მიღებული დოკუმენტები გქონდეთ, მათ როცა ლეგალურად ცხოვრობენ და შესაბამისად შეძლებენ მუშაობს. ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი, რომ დამატებით შემოსავლის წყარო ექნება ჩვენ ძვირფას ემიგრანტებს, ჩვენ ვიცით, რომ წლები ემიგრანტების მხრებზე გადაიარა მთელმა რიგმა პრობლემებმა და ემიგრანტები მუდმივად გვერდში ედგა სამშობლოს და ქვეყანას და ოჯახებს, ეს ძალიან კარგი. თუმცა არ შემიძლია გულისწყედით არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მათ ისე უკან უწევთ დაბრუნება იმ ქვეყნებში, ისინი დროებით მოდიან აქ ჩვენ და სამწუხაროდ და ისინი ისე ტოვებენ ქვეყანას. ანუ ეს რა განცდა, მე ყოველთვის როცა რაღაც ცოდნას გამოცდილებას მივიღებ, ყველაში და ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჩემ ქვეყანას არასოდეს არ დავტოვებ. მეთი ახლა იმედია ვინმე არ გამაკრიტიკებს და ქართცეცხლში არ მოყვები ამის გამო, მაგრამ ვის როგორ უჭირს და ალბათ ამიტომ ტოვებს და მიდის ქვეყანას. ესე ძალიან კარგად მესმის. მაგრამ ნახეთ ცოტა გულისწყეთის მომენტი მაქვს, რომ მაინც უნდა წავიდეს და ისევ იქ უნდა მოუწევს თავის დამკვიდრება, ხო? აი ეს რა განცდა, როდესაც სამშობლოს ტოვებ და ისე უნდა წახვიდე. ძალიან რთული, ძალიან სამწუხარო, ძალიან დიდი ტკივილით გაჯერებული, იმიტომ რომ შენი ქვეყანა, შენ ტოვებ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ შვილებს და მიდიხარ. ეს არის უდიდესი ტკივილი, მაგრამ გამოსავალს სხვაგან ვერ პოულობ და რადგან ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი, უკვე რეალიზებულები ვართ, ასე ვქო, ჩამოყალიბებულები ვართ, რადგან ჩვენ ისევ ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, იმის გამო, რომ თუნდაც ფინანსურად, რომ აი ჩვენი შვილები არ დარჩეს, არ მოაკლდეს რაღაც თუნდაც მნიშვნელოვანი. ამის გამო ჩვენ მშობლები ვდგამთ ამ ნაბიჯს და ვრისკავთ საკუთარ გრძნობებს, საკუთარ ცხოვრებას და ყველაფერს, მაგრამ ნუ რას ვიზამ. ლიდერ ქალთა ორგანიზაციამ რამდენიმე უფრო სწორად გასულ შაბათს ჩაატარა ტრეინინგი ლიდერობასთან დაკავშირებით, პროფესიონალი სამაღლებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო ტრეინინგი ჰქონდა, რასაც თქვენც ესწრებოდით და ასევე არაერთი ემიგრანტი ქალბატონი ჰყავდა სპეციალურად ჩამოსული სტუმრად, რომელიც ამ ტრეინინგებს ესწრებოდა და მე ძალიან მიხარია, წეღანაც აღვნიშნე, რომ უკვე არაერთი შემთხვევა ესეთი, როდესაც ემიგრანტები მოდიან და ესწრებიან ტრეინინგებს, ანუ ნახეთ რის თქმა მინდა, უკვე გაცილებით მეტ დროს უთმობენ საკუთარ განათლებას, საკუთარ პროფესიულ წინსვლას და კარიერას ალბათ უკვე ვიდრე წლების წინ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, მათთვის ადრე თუ იყო, რომ აი მხოლოდ ფსიქოლოგიის მიმართულებით რაღაც ტრეინინგებს გადიოდნენ, ახლა უკვე არაერთი მიმართულება აქვთ არჩეული, რასაც ძალიან დიდი სიამოვნებით ესწრებიან და დაინტერესებულები არიან. აქვე ჩვენ მინდა დავანოსო, რომ ჩვენი ლიდერი ქალთა ორგანიზაციის წევრი ქალბატონი ილანა ლომჯარიას ორგანიზებით უკვე 8 ივნის იგეგმება რომში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ქალბატონი თეუნაც დაესწრება შეხვედრას და ჩვენი ორგანიზაციის რამდენიმე წევრი შევხვდებით საქველმოქმედო ორგანიზაციას, უმსხვილეს ორგანიზაციას მსოფლიოში და ერთ-ერთი ფილიალი არის რომში, სადაც გავცვლით ინფორმაციებს და სამომავლო გეგმებს დავსახავთ, გაფორმდება მემორანდუმი და ასევე სწორედ ლიდერ ქალთა ორგანიზაციის მსგავსი ორგანიზაციის მიერ ვართ მიპატიჟებულები, მიწვეულები, საქმიანი შეხვედრა გვექნება, სადაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ და გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მოკლედ, ძალიან საინტერესო სტუმრობა გამოგვივიდა. მე ჯერად დარწმუნებული ვარ, რომ თეონა ძალიან მალე უკვე საქართველოში საქართველოს მოახმარს იმ ნიჭთა შესაძლებლობებს, რომელიც მას უხვად აქვს. დიდი მადლობა თეონა, საინტერესო საუბრისთვის, მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ნათია, დიდი მადლობა ტრადიციულად საინტერესო რუბრიკის ორგანიზებისთვის.